ფილმშვიდობისა საქართველოს ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. კვირას ინტელექტ კლუბის წლევანდელი ფავორიტი გამოვლინდა ბროლის ბუზმფლობელად ერთხმად გუნდის ლიდერი ოთარ საბაშვილი დასახელდა. როგორი 34 წლის ეკონომისტის ყოველდღიური ცხოვრება სახლში, სამსახურში, სუფრასთან და ლამბორჯინის მარკის ტრაქტორის საჭესთან. ლიკა კინწურაშვილი მოგითხრობთ. ლამბორჯინის მარკის ტრაქტორზე რომ მოკალათდეს არც ჯენტლმენის კოსტუმი სჭირდება და არც ბაბთა. წლის საუკეთესო მოაზროვნე მუხრანში 90 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებულ ვენახში დღის უმეტეს ნაწილს ატარებს. შპს მუხრანის ველის გენერალური დირექტორი ოთარ საბაშვილი ინტელექტ კლუბის წლევანდელი ფავორიტი გახდა. საქართველოს ისტორიაში მესამე მოაზროვნე, რომელიც ეუფლება ბროლის ბუზს და უდავოდ ეკუთვნოდა. ეს იყო ყველაზე კაი თამაში, ცალკე აღებული მოთამაშე, რომელიც მე აი ამ განახლებულ რასადროდში მაქვს თანახმად. ხონდა მივაწერდი უფრო ალბათ თქო და ჩვენს კაპიტანს, რომელიც შეკრა გუნდი. კაპიტანმა ოთარ საბაშვილმა რაღაც შეძლო მობილიზაცია და ფაქტობრივად მარტომ გადაარჩინა ფინალი. სპეციალობით ეკონომისტი ღვინის კომპანიას სათავეში 6 წლის წინ ჩაუდგა. 11 ჯიშის ქართული და უცხოური ყურძენი გააშენა. სწორედ იმ ველზე, სადაც მუხრან ბატონმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მოიყვანა მოსავალი. ივანე ბაგრატიონმა სასახლეც დატოვა და უნიკალური მიწისქვეშა მარნები, რომლის აღდგენასაც ოთარ საბაშვილი შეუდგა. შაშან უახლესი ტექნოლოგიით ჩამოსხმულმა შარდონეზემ პარიზის ვინალის საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. როცა თამადობს კი უპირატესობას მანავის მწვანესა და საფერავს ანიჭებს. მით უფრო რომ კახეთში მამაპაპისეულ მიწაზე საკუთარი ხელით მოყავს. ოთარ საბაშვილის მეღვინეობა თუ თამადობა არ დარჩენილა რუსთავი ორის კადრს მიღმაც. ენაკვიმატი ბატონი წამყვანი ამ თემაზე კაპიტნის მიმართ ეთერში რეპლიკებს არ იშურებს. დელიკატესებიდან რას ანიჭებთ უპირატესობას? ლობიოს ნელით. აი მშვენივრად უხდება ზამთარს, ბუხარს, პატარა სამფეხას სკამს და ტაბლას, ლობიო მწლენი და საფერავი. გადასარევად მინდის ერთმანეთთან. დაწე. თამადობა განსაკუთრებით კარგია, როცა სტუმრებს საკუთარი ნადავლით უმასპინძლდება. 6 წლიდან მამასთან ერთად, მარტო კი 13 წლიდან ნადირობს. 8 თვის კურცხალი ჩარლი ნადირობის სეზონისთვის მუხრანში ემზადება. არსენალს კი თბილისში ინახავს. ბაბუის ნაჩუქართობს ახლები შემატა. ქართული დათვის ტყავი ოსტატობის საუკეთესო მაგალითია. ოცნებობს აფრიკული კამეჩის მონადირებას. თუმცა ნიკოლაძის ქუჩიდან ჯერჯერობით მიზანში რთული ასაღებია. 34 წლის ინტელექტუალი უქმე დღეებს არ აცდენს. თან დაყავს 9 წლის გივიკოც. ვერაფერი ვერ მოინადირა. ბროლის ბუკი საკუთარი ინტელექტით მოინადირა. გივიკოს დაბადების დღეზე საჩუქარი მთელს ოჯახს გაუკეთა. აი, ერთ ალოზე, ოთოს ალოზე უკვე მივხვდი, რომ გაიმარჯვა, იმიტომ რომ აი, რაღაცა ისეთი ემოციური ალო ქონდა. თუ მუხრანში არ არის, არ ნადირობს ან სუფრას არ უძღვება, თავისუფალ დროს ოჯახს უთმობს. წლის საუკეთესო მოაზროვნეს წიგნების კითხვის დრო მხოლოდ ძილის წინ რჩება. და დროა